Sketchit gundi Cosa Nostra. Coach. Almadonebo da Badonebo. Otar Dadishvili. Vegasში გაკეთდა შეამა ამოვიდა ვაშინგტონში შუადღეა გამარჯობათ ხალხო და ბატონები დღეს მე მონოლოგს არ წავიკითხავ რადგან ძალიან ნერვიულობ მოგეხსენებათ დღეს განსაკანის ფინალია და ჩემი შვილი თამაშობს მე ის კი არ მანერვიულებს ის წააგებს თუ მოიგებს მე ის ჭორი კანაკაცები მანერვიულებს ვინც იტყვიან რომ მამა და ბიძა ატიშვილი ყავს ამიტომ მე მაგიდასა გადავინაცვლებ იყო დრო როდესაც ცენზურის გამო ადრე ყველა თემაზე ვერ ხუმრობდნენ ეს ის დრო იყო როცა მე ერთი სამსახური მქონდა და ეს ის დრო იყო როცა რეალი ბარსას უგებდა ახლა კი ახალი რუბრიკა იყო დრო გუნდი Cosa Nostra გთხოვთ იყო დრო როდესაც 1 კილოგრამი შაქარი 1 კილოგრამი კუპონი ღირდა იყო დრო როდესაც ქალები სამშობიაროში კიოდნენ ხოლო ბესიკალანდაძე სცენაზე იყო დრო როდესაც ქართველებს ეკლესიაში დაჩოქების გთხოვნოდა ხოლო შევარნაძეს თამამად უჩოქებდი იყო დრო როდესაც საქართველოში ინგლისური მხოლოდ გელად ჩარკვიანმა იცოდა იყო დრო როდესაც ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-დან აროდინეს და მე-15 კაცად შევიდა ეს ძალიან ადრე იყო იყო დრო როდესაც ლევან პირველი იყო და ერეკლე მეორე იყო დრო როდესაც კორუფცია კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლი იყო იყო დრო როდესაც ქვეყანაში რა ხდებოდა მხოლოდ კოკა ყანდიაშვილს აინტერესებდა და ბოლოს იყო დრო როცა ქორწის თამად აყავდა ხოლო ქართულ მასაკას თამადები და ეს ადამიანი სცენაზე ასეთ ყვილად არ იდგა მე თქვენ დაგემშვიდობებით რადგან ძალიან მეჩქარება მელოდებიან თქვენ კი დაგიტოვებთ რუბრიკა ვიდეო რომელიც YouTube-ზე ვნახეთ როცა დღე კარგად იწყება ყველაფერი გავიწყდება და მე დღე შენთან არის იმედი თუ მასთან იწყება იწყება არ დავიწყება ყველა სახეზე გვიშება ხიბილი Cosa Nostra
მოგესალმებას და მადლობა სუხთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობას და სპორტის და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციას და ასევე შპს უქიმერიონს. მე მგონია დავასრულეთ უკვე, გავედით ფინიშში, ასე რომ გუნდებს თხოვს სცენაზე. შევაფასოთ ჯერ კონკურსი მუსიკალური სკეჩი, მაქსიმალური ქულა არის 5. თხოვთ გუნდი მგლანდი 4 3 3 3 4 2. მადლობთ. მუსიკალური სკეჩი გუნდი ბრიგადა 4 3 4 3 4 3. მადლობთ. გუნდი კუთეისელები 5 5 5 4 5 5. მუსიკალური სკეჩი გუნდი ელარჯი 5 3 5 3 4 3. და ბოლოს გუნდი კოზანოსტრა 5 5 5 4 4 5. ეხლა სანამ გავიგებთ თუ საერთოდ რა მოხდა დღეს, თუ ვინ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოდით მაინც ჟიური დღეს კი ვაწვალე ბევრი მეორე კონკურსზე ბიატლონზე ვარ ვეინე, მაგრამ მოდით ახლა რაღაცაც გითხარით და უთხარით გუნდებს. გიორგი გოგიჩაიშვილი, გთხოვთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის გუნდებს მოგესალმებით. ძალიან რთული იყო ჩემთვის შეფასება, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ გუნდები მომზადებულები იყავით. ყველა გუნდი ძალიან კარგები ხართ, აი იქიდან დავიწყებ, გლანდი დგას პირველი, ხო, გლანდი. კარგები ხართ, ბავშვებო ასე გეტყვით, მაგრამ ნუ ფინალში ხართ. არ ვიცი, მე მგონი ეს კარგია, გაქვთ ხარტი, ძალიან ისეთი იუმორი. არ ვიცი, აქ აღმოჩნდება, დაითვლება მინ რომელზე გავიდა. გადავდივარ ელარჯზე, ემოციური იყო თქვენი გამოსვლა თავისთავად, იმიტომ რომ თვითონ თემა არის ისეთი ყველასათვის მტკივნეული. მე ბოლო მუსიკალურ ნომერს უფრო ჩაფიქრებული უყურებდი, ვიდრე ვიცინოდი, იმიტომ რომ ჩვენი ტკივილია, მაგრამ იყავით ულამაზესები და ძალიან კარგები და ეს პატარა ანგელოზი, მინდა რომ თქვენი გუნდის თილისხმა იყოს და გუნდის სახე იყოს. კოზანოსტრაზე რა უნდა ვთქვა, დღეს იყო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო კოზანოსტრა, მომწონს რომ აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას თითოეულ გუნდის ჩაცმულობაზე, იმიტომ რომ ისინი ზრუნავენ ამაზე, მაყურებელს პატივს სცემენ, იმიტომ რომ არიან მართლაც კარგად ჩაცმულები. გამეხარდა რომ ჩაგაცვეს როგორც იქნა. დიდი მადლობა. მადლობთ, თიკო სადუნიშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ქუთეისელებო და კოზანოსტრა. მეც თქვენსავით ნერვიულობ, იმიტომ რომ არ ვიცი, ახლა რა შედეგი იქნება. ტატა ცოტა მალე თუ შეიძლება. გილოცავთ ყველას, თავიდან ძალიან კარგად დაიწყეთ, მერე ცოტა ჩააგდეთ და ბოლოს შეძელით გაგვაცინეთ და მეცაც გეტყვით აგვატირეთ. მე მინდა მივმართო მაყურებელს, ქართველი მაყურებელი ცოტა გამოირჩევა ხოლმე ტაშის სიზარმაცით, რასაც მე ყოველთვის ვებრძოდი და მომავალშიც გავაგრძელებ. მე მინდა რაც არ დაგიკრავთ და დაიზარეთ, ეხლა დაუკრათ ყველას ერთად და ესე გააგრძელოთ. დიდი მადლობა ყველას. მადლობთ, ნიკა ლომინძე. საღამშვიდობისა, დიდი მადლობა დარბაზს. თიკოს რო აყევით მაგიტომ. კარგი აპლოდისმენტები, ძალიან გუნდებს ძალიან დიდი მადლობა გოგიჩას განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაც მინდოდა მეთქვა, ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩამოაყალიბა. ესე რიგრიგობით და განსაკუთრებით ელარჯი. იყო აი არაჩვეულებრივი მიგნება ის რომ რაც თქვით და რაც გააკეთეთ ბოლო ნომერი. იყო აი ფანტასტიკური, ზუსტად იცით, სად ხართ, რატომ ხართ, ვინ ხართ, რამდენი ხართ და როგორები ხართ. მაგრები ხართ ძალიან. მადლობთ, ლადო ტატიშვილი.
მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მე არ დავარღვევ ტრადიციას და პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ესენი თქვენ აქეთაც არ დამეჩაგროთ. მე როგორც ვატყობ, ჯილდო ესე თქვათ, დიდია, 2 დასადგამი აქვს, შეიძლება 2000-ს გაიღოს, რა ვიცი, აბა. მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ ფინალი გამოვიდა ისეთი, როგორიც ყველას გვინდოდა. ოთარ ტატიშვილი, ხოთ. მე გეტყვით რომ ჩემი ფავორიტი მე სულ რა ვიცი მესამეჯერ ვარ ხო ნიკუში მე მგონი ორ თამაშზე ვიყავი და ფინალზე ჩემი ფავორიტი პირველივე ტურიდან იყვნენ ქუთეისელები და მე მგონი ეს ჯილდო ალბათ იყოფა დღეს რა ვიცი თლა ყველამ ვიცით თუ გაიყოფა მე მგონია რომ ამ პრიზის 60% ქუთეისელების არის 40 კოზანოსტრას. მადლობთ. ეხლა კი ლადო ვარძელაშვილს თხოვ ამოვიდეს სცენაზე. თხოვთ ეს თასი მიაწოდოთ. ვიცი ეს დაფრენი მაქვს. ახლა შენს ადგილს დავიკავებ. მე ერთი შემოთავაზება მაქვს პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მაყურებელს რა თქმა უნდა მონაწილეებს თუ შეიძლება მე ჩავალ მაშინ თქვენ ადგილზე ძალიან კარგები იყავით სულ ყველანი არ ეწყინება არც ერთ გუნდს მაგრამ გამოკვეთილი 2 გუნდი იყო ეს შედეგებზეც აისახა რაც ძალიან კარგი არის იმიტომ რომ როდესაც თავიდან დაიწყო ეს შეჯიბრი ეს აი ამდენი გუნდი თავიდან არ იყო გამოკვეთილი მე არ მეგონა რომ 5 გუნდი ფინალში მოხვდებოდა იმიტომ რომ შედარებით სუსტად დაიწყო მაგრამ შემდეგ დაიხვეწა თანდათან იუმორიც თქვათ სხვადასხვა ნომრებიც რაც ძალიან კარგი არის იმიტომ რომ იმედი მაქვს საშემოდგომო შეჯიბრზე უფრო უკეთესი იქნება უფრო მეტი გუნდი იქნება და ბევრად მომზადებულები მოხვალთ მე მაქვს ერთი შემოთავაზება, კარგი ტური დაემატა ახალი, ცოტა სანერვიულო გაგიხადეთ ახლა შეყოლას და ბიატლონი გავაკეთოთ ამ ორ გუნდს შორის და გამარჯვებული ერთი უნდა იყოს. საბოლოო შედეგი ესეთი დაждდა. ბრიგადა 54 ქულა, მგლანდი 58 ქულა, ელარჯი 66 ქულა, ქუთეისელები 73, კოზანოსტრა 73. ხოთ, კოზანოსტრა. თუ დილის გადაცემის რომელიმე წამყვანი პირდაპირ ეთერში სიგარეტს ეწევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც ღამით არ ძინებია. მადლობთ. ეხა ქუთაისელები, ხოთ. ქუთაისში ჩატარდა შეჯიბრი ბატუტზე ხტომაში. გამარჯვებულს ეძებენ ახლაც. რაღაც ძალიან რთული მისია შემდგა ესამდე ესენი ყველანი კარგები გამოდიან და მე ახლა ცუდი უნდა გამოვიდე ხო ეს ხუმრობით რა თქმა უნდა იმიტომ რომ კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ეს არის პროექტი სადაც უნდა იყოს ძალიან კარგი იუმორი და რაც მთავარია მაყურებელმა უნდა იხალისოს და იცინოს ბევრი ამიტომ აი ამ პატარა ლამაზ სუვენირს გადავცემ ქუთაისში